საღამო მშვიდობის ყველას. მოვედი მეგობრებო. აბა როგორ ვართ? მოვედი, კი, მოვედი. აბა როგორ ვართ? მითხარით აბა. ყველანი კარგად ვართ. დანელია, მოვედი. აბა როგორ ჩაიარა დღე? საღამო მშვიდობის ყველას. მოგესალმებით და მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით. აბრუნა? არაფერი ახალი და კარგი არაა. ყველაფერი ძველებურად. საღამო მშვიდობის დავით. ხალხი მოვა, ქალო, რა იყო? რამ შეგატყვა? სანამ კარტებს მოვამზადებ. თქვენთან ერთად მოვამზადებ დასტურს, მეგობრებო. ხო, ვინ ბებიები დააწვინა, ვინ ბაბუები დააწვინა, რა ვიცი ხა. დოჩი, სალამი, როგორ ხარ? აბა როგორ ჩაიარა დღე? დღეებმა. დღემ არა, დღეებმა. მეგობრებო. დღევანდელი ლაივის თემა არ მაქვს. ფიქრობ ეხა სანთელი ავანთო თუ არა, კაი ხანი არ ამითია. აუნთო ერთის ნდა სანთელი გოუნად უნდა გზა. ასიტყვით თქვენ. მე მგონი სჭირდება, ხო, მეგობრებო? აქეთ მოსასვლელი გზა, გასანათებელი თუ იქით წასასვლელი, ეს უკვე ჩვენ აღარ ვიცით. რატო არ დაეძებ, ქალო, რა იყო? რას ქვი არ დაეძებ? ჯერ საკუთარ თავს უნდა ეძებდე და მერე სხვადან არჩენს. გაგვიმარჯოს. ჰე, მომიჭახუნდეთ ახლა. რა იყოთ? ეიღეთ ახლა ჭიქა ხელში. სადღე გძელოს ვამბობ. გაუმართდეს გზა. ამ ქვეყნიერი და იმ ქვეყნიური, რა ვიცი, დავიძროზე. მეგობრებო, რა სიტყვით? ეს რაღაცნაირად მოვედი, ხო ხედავთ? დავიწყებ ეხლა თქვენი ენერგიებით. ხო. თქვენი ენერგიებით დავიწყებ. მაინტერესებს ეხლა რა დღეში ხართ. არაფერი არ იყო. რა უნდა იყოს? კარგად ყოფნა. ჯანმრთელობა, ბედნიერება, ხვავი და ბარაკა. აბა? ღამეა და გზის განათება უნდა, ქალო, რა იყო დაღამდა? ამას უყურე. დავიწყებ ეხლა თქვენი ენერგიები. თქვენი ენერგიები არის მოგონებების წარსულის. რაღაცას იხსენებს წარსულს. დიდი სიხარული გქონდათ წარსულში. კი. რაღაც იყო სასიხარულო წარსულში, კიდე თქვენი ენერგიები, ვითაც შეპყრობილი ხართ. ეს შეიძლება შეეხებოდეს ურთიერთობას, რომელიც ძალიან დიდ სიამაყეში გადაიზარდა. მოდი ასე ვიტყვი, ეგოისტობაში გადაიზარდა. ძალიან ბევრი იფიქრეთ, ამფიქრობთ ამ სირთულეებზე, კი არა და ამ სიტუაციაზე. მაგრამ ნუ ხო, კიდე თქვენი ენერგიები. ბევრი მიგატოვეს, ბევრი დაგტოვეს, მიგაგდეს, მეგობრებო, მაპატიეთ ჩემი საუბრისთვის, მაგრამ ესეცაა. ნუ ესეცაა, ზოგიერთებთან მართლაც ესეცაა. მიგდებული, გადაგდებული, მიტოვებული. ხო, გულცივად, გულღიად, ესე რო დაგახოცავენ ფეხს, აი მომიტევეთ ესეთი საუბრისთვის, ზოგიერთებს მართლაც პირდაპირ მნიშვნელობით ესეთი გქონდათ. ნახეთ. ნახეთ რა წერია და მე აქ გამოუვალე სიტუაცია. ცოცხალ მკვდარს რო დაგტოვებენ, მეგობრებო, აი ესე იყავით.
თან სერიოზულად კი. თან სერიოზულად. ხო. ბევრმა ისწავლეთ შავი და თეთრის გარჩევა. ბევრმა მიხვდით თუ როგორი მნიშვნელოვანი და ძვირფასი თქვენთვის რა არის, უფრო მნიშვნელოვანი კი. თან სერიოზულად გადახედეთ თქვენ ამ საკითხს. იმიტომ რომ უკვე იძირებოდით, აი ნახეთ როგორაა დაძირული ადამიანი. ხო, მიდიოდით ქვევით და ამ დროს მოხდა ისეთი რაღაცა, რამაც აგიხილათ თვალები, მეგობრებო. ხო. შეცდომები არის ის, რომ თქვენი შეცდომა რა არის, ეხლა მე გეტყვით. თქვენ რამე შეცდომა კი არ მიგიტყვით. თქვენი შეცდომა იყო ის, რომ საკუთარ თავს ყველაზე ბოლოს იხსენებდით. ხო. აი ეს იყო თქვენი შეცდომა. გაელვებას გავდა თქვენი ცხოვრება. თქვენი რეალური ცხოვრება იყო გაელვება, ელვის დამცემი. ნახეთ, ელვა ჭექაქუხილი. აი ესე იქუხა რაღაცა მომენტში და უკვე всё, ამით დამთავრდა ყველაფერი. გზა, უსასრულო გზა. განშორება, დაშორება, რასტაიანია, სიშორე, მანძილი, დაბრკოლებები, ეს ყველაფერი დასრულდა. მეხის დაცემასავით იყო მეგობრებო. კი. მოწმენდილ ცაზე მეხის დაცემა. ნახეთ უბრალოდ. თქვენი ენერგიები. ასწავლად ჭიკჭიკებს კარტი. თქვენი ენერგიები. ძალიან მიმზიდველები ხართ, ძალიან ლამაზები ხართ, ძალიან სასურველი ადამიანები ხართ, ძალიან სექსუალურები ხართ. აი ყველა თითოეულ თქვენთაგანს, ვინც არ უნდა მიყურებდეთ ახლა, ქალბატონი თუ მამაკაცი. თქვენი ეშხი გაქვთ, აი რაღაცნაირი გაქვთ, მეგობრებო. ხო. რაღაც ისეთი გაქვთ ხასიათში. აი, როდესაც უყურებთ ადამიანს, ნახეთ, ეხლა ამ სურათს დააკვირდით, ამ ადამიანის გამოხედვას დააკვირდით. აი, როდესაც აი თვალებით ლაპარაკი გიყვართ, თვალებით საუბარი გიყვართ. კი. თვალებით საუბარი გიყვართ. ძალიან მშვიდი გამოხედვა გაქვთ, მშვიდი გამომეტყველება გაქვთ, აუღელვებელი, ძალიან სხვანაირები ხართ, მეგობრებო. გოგო, რა არის ახლა ეს? ციბიწყალი გაქვს ახლოს? კიდევ, თქვენი ენერგიები. მეორე შანსი. თქვენი ენერგიები. თითქოს წარმოიდგენთ, იცით რა, ახლა გეტყვით. ზოგიერთი თქვენთაგანი ყველაზე არ მაქვს საუბარი. ყველაზე არ საუბრობ, საჯაროა მეგობრებო. ზოგიერთი თქვენთაგანი წარმოიდგენთ ფანტაზიებში, რას, ახლა უყურეთ. ნეტავ ისე რომ დაბრუნდეს, ისევ რომ დაუბრუნდე ამ ურთიერთობაში, ნეტავ რა მოხდება. ამას ფიქრობთ. დედას გეფიცებით, ამას ფიქრობთ. შეიძლება ეს არ გინდათ, უბრალოდ წარმოსახვით უნარიანობაში განიხილავთ ამ ყველაფერს. ფანტაზიებში განიხილავთ. ნეტა რო შევრიგდეთ, ნეტა რო რაღაცა, ნეტა როგორი იქნება. ნეტა რა მოხდება. ნეტა. ხო, ისევ რო აი ხო ხედავთ. ისევ რო დაუბრუნდე ურთიერთობაში. ნეტა რა მოხდება. ტოქსიკური ურთიერთობაში დაბრუნებას რა მოხდება, მეგობრებო და უარესი. მაგრამ მე თქვენც იცით რომ არაფერი და всё. თავდება იქვე ყველაფერი. ხო, აღიარება, აი რაც გითხარით ახლა. მე თქვენც ხვდებით რომ ეს ასე არ გამოვა. ამად არ ღირს, ეს ლოგიკურად თუ ვიმიჯელებთ ამაზე ეს არარეალურია, აი მანდვე თავდება ყველაფერი. თქვენც ხვდებით რომ всё. აღიარება მომწონს. კიდევ რამდენიმე ბარათს ამოვიღებ. თქვენი ენერგიები. ხო. ზოგიერთი შემთხვევაში გავიმეორებ კიდევ, აქ შეიძლება იყოს მაგიური ჩარევები, ზემოქმედება, ადამიანების ჩარევები, მესამე ადამიანები. წევლა, კრულვა, რა ვიცი. ხო, ნახეთ. ეხლა გეტყვით, უყურეთ. ჩარევები ურთიერთობასთან დაკავშირებით. ხო,
გულგატეხილი ხართ ძალიან, დამსხრეულები ხართ, განადგურებულები ხართ მეგობრებო. გინდათ ამ ყველაფრიდან განთავისუფლება. ნახეთ როგორ გარბი ხართ ურთიერთობიდან, ნახეთ ქვემოდან. ნახეთ როგორ გარბი ხართ ურთიერთობიდან. ხო, აბატონო, всё. ეს დასასრულია. ეს არის დასასრული. განთავისუფლება წასვლა, გაქცევა ამ ურთიერთობიდან, მერე რა, თუ სულმეითები იყავით, თუ თუნდაც შეიძლება თქვენ გრძნობთ რომ თითქოს და სულმეითები იყავით. არა, მეგობრებო. სულმეითი, როდესაც არის შენი ადამიანი, ესეთი რაღაცა იქ არ ხდება. არა. როდესაც ადამიანი გიყურებს თვალებში, თვალებით საუბრობთ. გაქცევა, გამოქცევა იქ არ ხდება. არა. თვალებით უგებთ ერთმანეთს, უსიტყვოდ უგებთ ერთმანეთს. ყველაფერი ძალიან კარგად გესმით, ერთმანეთის გესმით, ერთმანეთის გულისცემა გესმით, მეგობრებო. ეს აზრები ამოიგდეთ გონებიდან, განთავისუფლდით ამ ყველაფრიდან, მოეშვით. ხო. არ იფიქროთ იმაზე, რომ ნეტა როგორი იქნება, რო კიდევ ერთხელ მიუბრუნდე. არა, მეგობრებო. წასულ ურთიერთობაში უკან არასოდეს არ უნდა მიბრუნდე. რაც არ უნდა რთული იყოს, აიძულო უნდა საკუთარი თავი, რომ შენ იქ აღარ უნდა დაბრუნდე. ის რომ შენი ყოფილიყო, შენთან იქნებოდა. ესეთი ურთიერთობა ნებისმიერ დაბრკოლებას გადალახავს. ადამიანი, რომელიც შენია, დანგრეულს აგაწყობს, დაშლილს აგაწყობს, დამსხრეულს აგაწყობს, მეგობრებო. ხო და არა ადამიანი დაგანგრევს. ხო, ასე რომ თავს ნუიდანაშაულებთ. სიმართლეს უნდა გაუსწოროთ თვალი. კი. იფიქრეთ ამაზე, კი, მეგობრებო, იფიქრეთ. ესეთი იყო თქვენი დახასიათება. მეგობრებო, ეს არის საჯარო ლაივი, ასე რომ რაც მოვა თქვენს გულამდე მოვა, რაც არ მოვა და გაუშვით. ამაზე არ ინერვიულოთ. ეს არ არის პირადი გაშლა, ჩემო ძვირფასებო, ასე რომ თქვენი სიტუაცია აიღეთ, დანარჩენი დატოვეთ. ხო. ეხლა ჩაიფიქრეთ თქვენი სასურველი ადამიანი თქვენთვის და გავარკვიოთ ეხლა მისი სიგნიფიკაცია. მისი მდგომარეობა გავარკვიოთ. იმედია ჩაიფიქრეთ. მეგობრებო და დავიწყებ ეხლა. ვინ არის თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანი და რა ენერგიებშია? შპიონაჟი. 24/7-ზე ეს ადამიანი ყარაულობთ, ითვალთვალებთ, გწყევლით, გკრულავთ, თუ არ ვიცი რა გჭირთ, რა სჭირს, ძალიან დამსხრეულია, ძალიან განადგურებულია. მეგეთყვით ეხლა რას? ხო. შეიძლება ვიღაცებთან ალბათ მართლა იწყევლება, მაგრამ ერთია კიდევ ამ ადამიანის ცხოვრებაში პრივაროტია, მაგიებია, მაგიური ზემოქმედება, მეგობრებო. კი. და ეს ადამიანი ამით არის გულგატეხილი, ანუ ხო რა, დამსხრეული რო იტყვიან. თუმცა ეს თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი 24/7-ზე, იცით რა შვება? 24/7-ზე ყარაულობთ, სტავკავთ, ამოწმებს, როდის შედით და როდის გამოდით სოციალურ ქსელში, ხო. ნინა, ჩემო ლამაზო, გაიხარე, როგორ ხარ? საღამო მშვიდობის ყველას. ხო, კიდე მეგობრებო, გავაგრძელებ. კი, ამ ადამიანს აინტერესებს ყველაფერი, გულდასმით გათვალიერებთ, რაზნიე მეთოდი, სხვადასხვა საშუალებებით. შეიძლება კონდეს ფარული აკაუნტები, ხო, და რაღაც ესეთები, კი. აიხარი არა მიშავს. მადლობა. კიდე მეგობრებო, გავაგრძელებ თქვენი ენერგიები. ხო, თითქოს რაღაც ხელფეხ შეკრული ხართ. თითქოს რაღაც ისე არ გამოდის, როგორც გინდათ. არ გამოგდით არა.
ვერ აკეთებთ რაღაცას ისე როგორც თქვენ გინდათ. ხელები შეკრული გაქვთ თითქოს რაღაც თავისუფლებასთან ახლოს ვერ ხართ. კიდევ რა მეგობრებო, თქვენი ბუდიში თქვენი არა მისი, აი ხო ხედავთ? მისი ენერგიები, მეგობრებო. ანუ ხო ხედავთ, საით გადავუხვიე? ხო. ეს ადამიანი ხელფეხ შეკრულია კი, მაგიებით. აი, მაგიებით. იმიტომ ვერ გამოდის კონტაქტზე, იმიტომ ვერ აკეთებს იმას, რაც მას უნდა. იმიტომ რომ მაგიებშია. მაგიურ ზემოქმედებაშია. თუმცა რისკის ქვეშაა. რისკის ქვეშ არის და ამ ადამიანს ხო, ალბათ რისკის ქვეშაა კი. თავისი შეიძლება ჯანმრთელობა იყოს რისკის ქვეშ და კიდევ რაღაცას რისკავდეს ეს ადამიანი, საიმისოთ რომ მას ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნას შეიძლება. კი. არ ვიცი ხა როგორ თქვა, ეს ადამიანი თითქოს და შეიძლება ხედავდეთ რომ კარგ დროს ატარებს, ხო თითქოს რაღაც კარგათა, თითქოს რაღაც გამოღვიძება ეწყება, შეიძლება ესე ხედავდეთ ზოგიერთი თქვენთაგანი, მაგრამ არა ნახეთ, დასასრულია. მის ხოვრებაში რაღაც დასრულდა, რაღაც დამთავრდა, თუმცა ეს მან დაასრულა, მისი წასვლა აქვს და ამ წასვლასთან დაკავშირებით ამ ადამიანს ძალიან დიდი სინანული აქვს. ეს ადამიანი ძალიან ნანობს თავის საქციელს, თავის წასვლას ძალიან ნანობს. ეს შეიძლება იყოს ხო, იმას თუ არ ჩავთვლით, რაც აწერია, ხო, გადაუხვია გზიდან ამ ადამიანმა. რაღაც თავის აი როგორ მინდა ის ერთი სიტყვა ვთქვა. თავს კონტროლი ვერ გაუწია. ხო, რაღაც გამოცდილება, გამოცდა, თითქოს რაღაცა გამოწვევა ქონდა, შეიძლება სამყაროდან, ნახეთ რა აწერია და თითქოს ვერ ძლია თავის ემოციებს, თავის მოთხოვნილებებს თუ თავის რაღაცას ერთი შეცდომა რო იყვენ ვის არ მოსვლიაო, მაგრამ ხო რაღაც კონტროლი დაკარგა. კონტროლი დაკარგა, პასუხისმგებლობა დაკარგა, გაურბოდა ამ პასუხისმგებლობას, ან გაექცა ამ პასუხისმგებლობას, ერთი სიტყვით რო ვთქვათ და ორი გაგებით, ამ ადამიანმა გზიდან გადაუხვია, რელსებიდან გადაუხვია, მეგობრებო. ხედავთ ხო, როგორ უბრალოდ ნახეთ, როგორ საუბრობს კარტი. რელსებზე მიდის და რელსებიდან გადაუხვია ამ ადამიანმა. აი ასე. პირდაპირი მნიშვნელობით. კიდე მისი ენერგიები. განთავისუფლება. წასვლა უნდა ამ ადამიანს. განთავისუფლება უნდა ამ მოხუპული სიტუაციიდან, აი ბანკა, ხო? ხედავთ, ბანკა რა, ნუ რა ქვია მას, სხვა ენაზე არ ვიცი, მე ქართულიც დამავიწყდა და მე მგონი რუსულიც. ხა, ანუ ამ ჭურჭლიდან განთავისუფლება უნდა, წასვლა უნდა, გაქცევა უნდა. ვაფშე ყველადან შორს ქილა, ხო? ყველადან შორს ყოფნა უნდა. ხო, იმიტომ რომ ცეცხლში იწვის, ჯოჯოხეთის ცეცხლში იწვის. ხო, ეს არის ზერკალნაი ატრაჟენი. ამ ადამიანმა, უყურეთ ახლა გეტყვით, სარკისებური მეთოდი დაემართა ამას. აქამდე თუ თქვენ იწვოდით მისი საქციელით, ჯოჯოხეთის ცეცხლში გაგატარათ ამ ადამიანმა, ხო? ხო ასეა, მეგობრებო? ეხლა თვითონა ამ დღეში. ხო. ცეცხლში იწვის. ეხლა თვითონა იგივე სიტუაციაში. მისი ენერგიები. შორს ყოფნა. რასტაიანი. გული დამძიმებული აქვს. მანძილი. ხედავთ ძალიან ლამაზ. აი თქვენი სურათი სადამოვიდა მასთან. ძალიან ლამაზი ხართ, ძალიან მიმზიდველები ხართ, ძალიან თვალის მომჭრელები ხართ. შეიძლება ზოგიერთი თქვენ რომელიმე კიდევ იყოს შავგრემანი. შავგრემანები, შავტუხა, იშხიანები, ესეთი თმებით, კულულათმებით. ესეთი ზოგს კონდეს შეიძლება ესეთი წვრილი ტუჩები, წითელი პომადით.
ზოგიერთი თქვენთაგანს კიდევ შეიძლება გქონდეს ესეთი პატარა ცხვირი და ეს რაღაცნაირი მოხატული თვალები, მაღალი კისერი. ხო. ესეთ აგღწერად თქვენმა ჩაფიქრებულმა ადამიანმა კიდევ. სიკვდილი უნდა. ყველა თქვენს დანახვაზე სიკვდილი უნდა. და ნახეთ, პირში წყალი აქვს ჩაგუბებული, ამას არ გეუბნებათ. ძალიან დიდი მოთხოვნადი თემა ხართ მისთვის, მაგრამ ამას არ გეუბნებათ, ეს საზიზღარი. არ გეუბნებათ იმას, რომ ესე გაიქცა უსასრულობაში, გაიქცა მოჩვენებითი გახდა ეს ადამიანი თქვენთვის, ესე დარბის, კალიასავით დარბის, ხანაკა, ხო ესე ჩრდილშია მეგობრებო სულ. თავი არ გამოიყოფა, იმიტომ ნახეთ რა ბინძური აქვს ფეხები. ხო. ეს არის ბალოტი. დარბის, კალიასავით ამ ბალოტში, მაგრამ ფეხები ისეთი ბინძური აქვს. რა. სასწაული თუ გინდოდეთ. და ამ ყველაფერს არ გეუბნებათ, რომ მკვდება ყველა თქვენს დანახვაზე. ამას როგორ იტყვის? ამას ვერ იტყვის, არ ამბობს. არა, ამას სიკვდილი ურჩევნია. აი ეს სიკვდილი ურჩევნია იმის თქმას, რომ უთქვენოთ ცუდათაა. კვდება, მაგრამ ის სიკვდილი ურჩევნია, ვინმე აღიაროს, რომ ცუდათაა უთქვენოთ. საზიზღარი. ხალის ენერგიებშია. ეს ადამიანი პირიქით თქვენგან ელოდება, იტყობა, მეგობრებო. ხო, ეს ადამიანი თქვენგან ელოდება. აღიარება მოგწონთ? ხო, თქვენგან ელოდება აღიარებას, სიყვარულს თქვენგან ელოდება, მაინც თქვენგან ელოდება სითბოს. ხო. თქვენი ხასიათები ერთმანეთთან არა ახლოს მრევა. არა. სად თქვენ და სად ის? აჩენ და მე. ხა. მაგრამ ნახეთ ქვემოდან რა სურათია, მაინდა-მაინც მარტო შენო, მაინც იძახის. ხო. თქვენ ხართ მისი სამყარო, თქვენ ხართ მისი სიმშვიდე. ეს ადამიანი თქვენთან მშვიდად იყო. კი, იმიტომ რომ თქვენ იყავით შვიდი. ეხლა ესეთ გამოუვალ სიტუაციაშია. ეხლა თვითონაა მიგდებული, იტოვებული. სამეშა წელსთვა. კი, აქ იყო ჩარევები. კი. თუმცა თვითონაც ხვდება ეხლა რომ რაღაც ვერაა. რატომაც არის ეხლა ამ სიტუაციაში თვითონ ხვდება მეგობრებო. ყოველ შემთხვევაში თვითონ ასე ფიქრობს, რომ უკვე ხდება. ხო. ეს ადამიანი ფარულად გადევნებთ თვალყურს, იცოდეთ. ტაინი პაკლონიკ. თუმცა რასაც ხედავს ფარულად ძალიან ცუდათაა. მე არ ვიცი რას ხედავს ეხლა, მაგრამ რასაც ხედავს ძალიან ცუდათაა. ერთი უნდა დავსვაკითხვა რას ხედავს. რა არის ის რასაც ხედავს, რომ ესე გულს ტკენს? რა არის ის რასაც ხედავს, რომ გულს ტკენს მას? ძალიან ისე იპრანჭებით. ძალიან ისე ფარდას ამოფარებულები მეგობრებო, იღვიძებს მასში კექსის სურვილი. ბები ამისისან. მე ბოდიში ახლა, ვაზე ხართ. ხა, სიყვარული ვენახში უნდა თქვენთან ერთად. თუ არ გქონიათ სიყვარული ვენახში, აბატონო, უნდა. უნდა. რა ვქნათ ახლა? ფარეზე კომერციული არ უნდა? ან იქნებს მეიკიანი წაბლი უნდა? რა ვიცი, მეგობრებო, თქვენ უფრო იცით ახლა მე რასაც ვსაუბრობ. დედა, როგორ წარმოგიდგენთ ფანტაზიებში, თქვენ ვერ წარმოიდგენთ. შეიძლება დედიშობილად წარმოგიდგინათ ამ ადამიანმა უკვე თავის ფიქრებში. ჩეებსა ისტორიებში. ისეთი სიამაყე აქვს, რომ სად წაიყოს ეგო დიდი ასოებით, მაღალ ფართოვანი სიტყვებით. ხო.
გადაფრენა და ეკა მოფრინდი და დამაფრინდიო აი ვეღარ შევიცლია ვეღარ შევიცლია ცუდად ავარდეთ და ხო მეგობრებო ნუ რა ვქნა აი მე ცუდად ვარ რა იყო იმპერია რა იყო ხო უნდა გაგაცინო არა არ მოგტე არ უნდა მოგტე ხო ჭიჭინა დააფრინდესო ღმერთო საწევიდე ხო ასეა ჩემო კარგებო ხო უნდა გაგაცინოთ ეხლა აბა მე რისთვის ვარ აქ არა და მართლა მაგას ფიქრობს ეტა მოფრინდებოდე ხო ჩემთანო მე კი არ მოვფრინდეო შენთანო კიდევ შენ უნდა რომ მიფრინდე მასთან ხო ამაშია საქმე რა ვიცი ვის რა თუნდა მაგაშია საქმე დეპრესიონერა თუმცა მიხთა მეგობრებო თქვენ რა აგონიათ თლათ შტერი არა აქ იცის რა დააშავა მაგრამ უბრალოდ არ აღიარებს ეგოისტია დიდი ასოებით მოდი ჩემთან ჩემო პატარა მოიდი ჩემთან მოიდი მოკლედ ჩემო ძვირფასებო ესეთი იყო მისი მაღალფარდოვანი ეგო ძალიან მიყვარს თქვენთან საუბარი მეც მიყვარს თავისუფლად საუბარი ზოგადად ძალიან ბინძური ენა მაქვს მაგრამ ნუ ვიცი სად რა უნდა ვილაპარაკო ვისაუბრო ვიცი ვის რა პასუხი უნდა გავცე ვიცი როდის სად რა უნდა ვთქვა ვიცი ვინ რომელ სკამზე მოვაჯინო ესეც კარგად ვიცი მეგობრებო კი ასე რომ ჩემო ძვირფასებო ყველაფერი კარგად იქნება ეხლა მინდა ამოვიღო ჩვენი სასურველი თემა დღეს რაზე უნდა ვილაპარაკოთ ხო არ ვიცით ეხლა რაც ამოვა სურათი იმის და მიხედვით გავაკეთოთ დღევანდელი ჩვენი საჯარო ლაივი რაც ამოვა მეგობრებო მე მგონი ესე ჯობია კი ერთი პერიოდი ესე ვაკეთებდი მე რატომღაც მივუშვი ასე რომ ეხლა ნახოთ რაც ამოვა დღევანდელი ჩვენი თემა დრო ვისი დრო მეგობრებო დროზე საუბრობს ეს ადამიანი სერიოზულად ელოდება დროს უბრალოდ თემა დრო მარტო დრო რა იმდენად არეული აქვს ტვინი მეგობრებო შინაარსი ვერ ამოვიკითხე ნუ კაი სხვა დასტას ავიღებ ეთყობა ძალიან გადაიღალა სხვა დასტას ავიღებ ეხლა ერთი წუთით ახლავე ტრიფონია დღევანდელი ჩვენი თემა გასაღები ბალასი შენი დასტა გინდა ანა მარია მოვიტან შენ დასტას მართალი ხარ ისიც აქვეა არი ნერვიულობა მოვიდა ხო
რაზე უნდა ვისაუბროთ ეხლა დღეს? აბა მივანდოთ ეხლა ჩვენს ტარო რაიდერს. ჩვენს ოქროს ტაროს მივანდოთ ეხლა. რაზე უნდა გვესაუბროს დღეს ტარო ამა? დღევანდელი ჩვენი თემა. ფინანსები და ოჯახი. ხვავი და ბარაკა. მომავალი, მოკლედ, ერთი სიტყვით, მეგობრებო. ხო. რაზე უნდა გვესაუბროს? წარსულზე. ზოგიერთებთან წარსულზე. ზოგიერთებთან ფინანსებზე, ხვავდაბარაკაზე. იმაზე თუ როგორ ხართ ხმლების პოზიციაში შესული, ვერაფერს ვერ ხედავთ, არაფრის დანახვა არ გინდათ. ხო, ნახეთ? ხო. არაფერი არ მინდაო ამბობთ? არ მომეკაროთო ამბობთ? ხო. ძალიან ბევრი ადამიანია თქვენი ცხოვრებიდან წასული, რატომღაც ესე მაჩვენებს. თითქოს თქვენი სურვილითაც, სხვათა შორის, ეს შეიძლება შეეხებოდეს კიდე ურთიერთობას. მოკლედ, მეგობრებო, ვეღარ ხვდები რაზე უნდა გავაკეთო დღეს ლაივი. ხო, აზე ხართ ახლა. ხო, ხდებით რა ხდება ხა აქ. ხო, ხედავთ რაც ხდება, მეგობრებო. ვისთან ურთიერთობაზეა საუბარი, ვისთან ფინანსებზე, ვისთან წარსულ მეგობრობაზე, ხო. თუმცა არაფრის დათმობა არ გინდათ. ხო, ეს თქვენ ხართ. არაფრის დათმობა არ გინდათ. არაო, ამბობთ. არავის არაფერს აღარ მივცემო. ამას ამბობთ. ვაი. ხო. არავის არაფერს არ მივცემო, ამბობთ. რაც ჩემია, ჩემიაო. კიდევ. ხო, რა რთულ სიტუაციაში ხართ, მეგობრებო. აი შეხედეთ ახლა. არ ვიცი თუ ჩანს მაქედან. არ ვიცი თუ ჩანს ახლა მაქედან, აქ მე რასაც ვხედავ, არის ის რამ. შეყვარებულების სურათი. ათიანების ხმლები, lovers და ურთიერთობის ორიანების თასები. ესე იგი, მეგობრებო, განადგურებულები ხართ. ხო. განადგურებულები ხართ. კი. თუმცა, მაინც შეგიძლიათ სიყვარული კი. ამიტომ ვამბობთ, რომ აცი არავის არაფერს აღარ მივცემ, აქით მომცეს თუ კაიაო. ხო, ასე ამბობთ. ხო. ძალიან კაია ასე თუ ამბობთ. ხო. ნახეთ? იმდენად გული გატკინათ ურთიერთობამ, მეგობრებო, ფინანსებზე ხართ გადართული. უკვე. ხო. ღამის უძილობიდან, კოშმარებიდან, მოუსვენრობიდან, ფინანსებზე ხართ გადასული უკვე. ხო. მენი სიტუაცია ამის შემდეგ. სამყაროზე გაქვთ მინდობილი უკვე ურთიერთობის ამბავი. თუნდაც პარტნიორი, თქვენი მომავალი პარტნიორი იქნება, არ იქნება თქვენ ცხოვრებაში, ბევრი უკვე ამას აღარც დარდობთ. სამყაროს მიანდეთ უკვე. მე არაფერს არ გავაკეთებ ამბობთ, თუ მოვა და ელოდებით. თქვენსას ელოდებით უბრალოდ. უბრალოდ თქვენ არაფერს არ აკეთებთ. კიდევ თქვენი ენერგიები. ხო, ძალიან დაგღალათ, მეგობრებო. ხო. გემათხოვრებოდათ სიყვარულს. ანუ იმდენად დაგღალათ, მეგობრებო, მას სიყვარულის მათხოვრობამ დაგღალათ. მაპატიეთ ესეთი საუბრისთვის. აი, თხოვდით ურთიერთობას, თხოვდით სიყვარულს, გულწრფელობას, ადამიანობას. ამ ყველაფერმა ისე დაგღალათ, ძალა გამოგაცალათ, ხო? მეგობრებო, უკვე ვერაფერს ვეღარ ამჩნევდით ამის იქეთ. იყო ისეთი პერიოდი თქვენ ცხოვრებაში. ხო. დაიღალეთ ამ ყველაფრით. ამიტომაც წახვედით. ნახეთ?
და ეს არის ტრანსფორმაცია. წახვედით და წახვედით ტრანსფორმაციაში. ხო. და გადასული ხართ ფინანსებზე. მეგობრებო, მე არ ვიცი ხა იქნებ ვინმე დამიწეროს არ მაქვს ფინანსებიო, მაგრამ ძალიან მალე გექნებათ. კი, იცოდეთ რომ ძალიან მალე გექნებათ. აი ეს ტრანსფორმაციიდან პირდაპირ ფინანსები. ძალიან მალე გექნებათ ფინანსები. თუ კი გულს გაკლიათ, თუ კი გული გწყდებათ, თქვენი დაკარგული ფინანსები იქნებ ვინმე დაკარგეთ ფინანსები, ან წაგართვათ ფინანსები, მოგპარათ ფინანსები, ფინანსური წყარო დაკარგეთ, ენერგია დაკარგეთ, ხო? ქვემოდან რა არის? კი, თქვენ ხართ თქვენი ცხოვრების მაგი, თქვენ უკვე ყველაფერი თქვენით დაასრულებთ. ასე რომ მეგობრებო, მაგია თქვენს ხელშია. უკვე, რო იცოდეთ. თავარია თქვენი სურვილი, თორე მაგია თქვენს ხელთა უკვე. თქვენ როგორც გადაწყვიტავთ. თქვენ რასაც გადაწყვიტავთ, იქნება ისე. ხო. აი ასეა ზუსტად. ნამდვილად ასეა უკვე. ფინანსები. თუმცა მაინც ვერ გავიგეთ ჩვენი დღევანდელი სასურველი თემა. აი, მოდი მაშინ ზოგადი კითხვები დავუსვათ. თქვენთვის ჩაფიქრებულ ადამიანს. ჩაიფიქრეთ სასურველი ადამიანი და ზოგადად კითხვები დავუსვათ. ზოგადი და რა პასუხს გავცემს. ხო. რა პასუხს გავცემს. და მინდა ესეთი შეკითხვა დავსვა ახლა თქვენს ჩაფიქრებულ ადამიანთან. დღევანდელი დღე. დღეს როგორ არის? როგორ არის ახლა ამ წუთას? ახლა და ამ წუთას თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანი მეგობრებო. დამავიწყდე ხა ცოტა უნდა მოვაბრუნო. აი ესე. რომ დღევანდელი დღე, აი ახლა და ამ წუთას დღეს, ამ საღამოს, როგორა მისი საქმე? რა ვითარებაშია, რა წოდებაშია, რა სიტუაციაშია? ოჰო. გამარკვიოთ ახლა. რა ვითარებაშია? საცოდავი ამის დღე. დავიწყოთ მეგობრებო. იმედია ჩაიფიქრეთ ადამიანი და დავიწყოთ ახლა. რა მდგომარეობაშია თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანი? ხო, უყურეთ ახლა რა ხდება აქ. ეს ადამიანი შეიძლება იყოს მონეტების დედოფალი, მერწყულიო მიწერს 20 იანვარი 19 თებერვალი. ხო, ამ ადამიანს უყვარს ფუფუნება. ეხლა ზოდიაქოებს არ მივეჭაჭოთ, თუმცა შეიძლება ვიღაცებთან დაემთხვას, ვიღაცებთან არა, მაგრამ დავაკვირდეთ სურათს. ეს არის ადამიანი, რომელსაც აქვს კომფორტი ან უყვარს კომფორტის ზონაში ყოფნა. კიდევ. ხო, ეს არის ადამიანი დედა, ადამიანი ხო, დაოჯახებული, ან იქნებ შეიძლება იყოს გაშორებულიც, დაშორებულიც. ეს არის ადამიანი, შეიძლება იყოს ბებიაც, ბიცოლაც და მამიდაც. მოქმედი ადამიანი პასუხისმგებელი, ადამიანის სიტყვა და საქმე, მოიტყვიან, ხო და ეს ადამიანი არის კიდევ თავისი ოჯახის ბატონ პატრონი. ადამიანი, რომელიც არაფერზე იხევს უკან. მე არ ვიცი ახლა ვინ მოვიდა აქ ჩემთან და თქვენ ვინ ჩაიფიქრეთ, მაგრამ მისი სიტუაცია არის ესეთი. ეს ადამიანი გონივრულად ყოველთვის აკეთებს ყველაფერს და უკან არ იხევს. ანუ ჩაიფიქრებს და ესე მიყვება თავის ჩაფიქრებულ სიტუაციას. ნახეთ ახლა რა ხდება აქ. თან ეს ადამიანი კიდევ არაფერზე არ ჩქარობს. ფეხს არ აუჩქარებს, ზის ესე და თავის წილ სიკვდილსაც ესე ელოდება. ხო, 7 წყნარი, გაწონასწორებული, ძალიან თბილი, გამგებიანი, ძალიან მოსიყვარულე. ეს შეიძლება იყოს ლომიც კიდევ დავამატებ და შეიძლება იყოს კიდევ რა მნიშვნელობა აქვს. ხო, ზოდიაქოს არ მივეჭაჭოთ. ხო.
მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, ეხლა რას ვხედავ აქ მე? ეს ადამიანი ზის და ელოდება ნერვებ აუშლელად, შვიდად, წყნარად თავის წილ ყველაფერს. არ ვიცი, რას ელოდება? ბალანსია, თვითონ არის ბალანსი და ელოდება პარტნიორს. აი ნახეთ ახლა. წყლში ხართ, მინდა გითხრათ. შეხედეთ ახლა. ახლა შეხედეთ. თუ გოგოები მიყურებთ, გოგოებო, ეს ადამიანი თქვენსკენ იხედება. გოგოების შემთხვევაში, ქალბატონებო, ეს თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი თქვენსკენ იხედება. ამ ადამიანმა იცის, რომ თქვენ მას ელოდებით მშვიდად, წყნარად. თქვენ არაფერს არ აკეთებთ საერთოდ. არა, თქვენი კომფორტის ზონაში იმყოფებით, თქვენი ცხოვრების გასაუმჯობესებლად უკან არაფერზე არ იხევთ, ყველაფერზე ხართ ძალიან ისე ნაჩიკუ, რო იტყვიან, ხო? ამიტომ ამ სიტუაციაში ხართ, ხო? ხო და თუ კი მამაკაცები მიყურებთ, მამაკაცებო თქვენს ქალბატონს უყურებთ, როგორ ზის ეს ქალი და თავის ბალანსში იმყოფება კიდევ. ხო, ნახეთ ახლა აქ რა ხდება. აქ ხედავ მე თქვენი პარტნიორის მოსვლას, წასვლას. მამაკაცებო, ახლა თქვენ ცოტა რაღაცები შემოაბრუნეთ. თქვენს წასვლას ვხედავ, გზას ვხედავ, გამგზავრებას ვხედავ. ხედავთ, ხო? ან მიდიხართ, რაღაცა მიდიხართ, ბიჭებო. წასვლა გინდათ, ან მიდიხართ, ან შეიძლება ამ წუთას გადაადგილდებით, თუ რაღაც ესეთი, ხო? დავასახელებ ახლა, ავღწერ ახლა. მოდი ავღწერ ახლა მე ქალსაც და მამაკაცსაც. ეს შეიძლება იყოს ასაკოვანი ადამიანი, რომელსაც შეიძლება კონდეს ჭაღარა. ეს ადამიანი შეიძლება იყოს ბებია ან ბაბუა, შვილი, მამა, ვიცით ხო, რასაც ქალბატონზე ვისაუბრე, იგივე სიტუაცია მამაკაცებს. პასუხისმგებელი თავისი ცხოვრების, ძალიან ავტორიტეტური ლიდერი. ამ ადამიანსაც აქვს რაღაცა თავის ცხოვრებისეული მიღწევები, ხო, მიღწევებში შვილებიც იგულისხმება, მეგობრებო, ვიცოდეთ? ხო. მოკლედ, რისი თქმა მინდა ახლა? ეს ქალბატონი კიდევ არის ესეთი რაღაცნაირი პირის სახის, თითქოს თავსაბურავები უყვარს, თითქოს რაღაც უყვარს თავზე, შეიძლება კონდეს ზოგიერთებთან კიდე ჩხოლკებს რო ვეძახით ის, შეღებილი თმები ახლა ფერს არ ვიტყვი, ზოგს ქერა აქვს, ზოგს მუქი ფერი აქვს, შეიძლება ზოგიერთებს კიდევ კონდეთ რაღაც ბადრიჯნის ფერი თუ რაღაც მომწვანო მოლურჯო, არის კატეგორია, რომელიც ესეთ ფერზე იღებავს თმებს, კი ბატონო. ასე რომ ხო, ხასიათში ქალბატონებიც როგორც გაწონასწორებულები არიან, ასევე ეს მამაკაციც. ეხლა აღვწერ ამ მამაკაცს, ეს მამაკაცი შეიძლება იყოს კუნთიანი, ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ყავდეს თავისი ტრანსპორტი, მანქანა. ხო, გადაადგილდება ხშირად, უყვარს ტურისტულად მოგზაურობა, შეიძლება კონდეს ამ ადამიანს ხშირად უწევდეს ადგილსამყოფელის გამოცვლა, ხო, იყოს შავგრემანი წერულვაშით, ბლანჟეს რო ვეძახით, კი ბატონო, და შეიძლება კონდეს კიდევ ჭაღარა და თმები კონდეს, ლიჩნად კონდეს თმები ამ ადამიანს. თმა. ხო. კიდევ მეგობრებო, რას ვამბობდი? რას ვამბობდი? უყურეთ ახლა. ამ ადამიანს აქვს ფულის პრობლემები, ძალიან რთულ სიტუაციაში იმყოფება, ძალიან ბევრი უსამართლობა ხდება მის ცხოვრებაში, აქვს ძალიან ისეთი ნერვიული ფონი, რო იტყვიან, ამ ადამიანის გვერდით ახლა არავინ არ იმყოფება, მეგობრებო, თქვენი ვინც არ უნდა მიყურებდეთ ახლა, ყველაზე ვსაუბრობ. გინდ ქალბატონი, გინდ მამაკაცი, ამ ადამიანის გვერდით არავინ არ იმყოფება, ძალიან ბევრი უსამართლობა ხდება მის ცხოვრებაში, არავინ არ ყავს. არა, აქ ვხედავ დაცილებას, იმედის გაცრუებას, სხვების ჩარევას, ცვალებადობას, არასწორ გეგმებს, რჩევებს, დანაკარგს, შესაძლებლობების შეუძლებლობას, დაგვიანებას, ზედაპირულ ურთიერთობას, მოკლევადიანი, ანუ ყურეთ, მოკლევადიანი ურთიერთობები.
მე არ ვიცი ხა შეიძლება ეს ადამიანი იმყოფებოდეს მოკლებადიან ურთიერთობებში სავარაუდოდ ამ ადამიანმა დაკარგა ყველანაირი შესაძლებლობები, მეგობრებო, დანაკარგებშია წასული, თავისი ტყუილებით, განქორწინება, ეს ადამიანი თქვენთან არაა. ხო, თქვენ ერთად არ იმყოფებით. გაუგებრობა მოხდა თქვენთან, ზედმეტი სიამაყე იყო მისგან, ზოგიერთებთან არის განქორწინებაც. ან აწი განქორწინდებით მეგობრებო თუ ამ ფაქტების ჩემს ჩამოთვლილ აქ ნახსენებ სიტუაციაში თუ იმყოფებით იცოდეთ რომ ეს სიტუაცია და ეს ურთიერთობა განქორწინებისკენ მიდის დასასრულისკენ მიდის კიდევ ხო ძალიან ნერვიულობს ხო თვითონ ამას ნერვიულობს. სავარაუდოდ ამას ასრულებთ თქვენ, ან დაასრულებთ თქვენ ამ ურთიერთობას და მან იცის რომ ამ ყველაფერს თქვენ ასე დაუსრულებთ, ამიტომ თვითონ ნერვიულობს. კი. ძალიან ეშინია დაგვიანების, ძალიან ეშინია მოსვლის. ამ ადამიანს აქვს გონებაში ჩახვეული ის ვინმე ხო არ გყავთ, ვინმეს ხო არ ხვდებით, აი რაიმე პრობლემას ხო არ მეგობრებო, ვეღარ ვლაპარაკობ ისე მამთქნარებს. ხო, მას ეშინია უკვე ამ ურთიერთობის დასრულება ეშინია. ეშინია იმის გაგების, რომ თქვენ უკვე აღარ გინდათ ეს ამის გაგონება მას საერთოდ აღარ უნდა. ხო, მას ამის გაგონება აღარ უნდა. მეგობრებო, მოიცოდეთ ისე. ამის მოსმენა არ უნდა თქვენგან მას, რომ თქვენ უკვე აღარ გინდათ. ახალი სიტუაციის დაწყება უნდა, ახალი ეტაპის დაწყება უნდა, ისევ ბედნიერება უნდა, თუმცა ძალიან განიცდის. ხდება რომ უკვე, იცით რა ხდება, ეხლა მეგობრებო, უყურეთ მე გეტყვით. აქამდე თუ ცალმხრივი სიყვარულია, აქამდე თუ თქვენ გიყვარდათ და მისგან იგივეს ვერ ღებულობდით, ეხლა პირიქითაა, მას უყვარხართ და თქვენგან ვერაფერს ვეღარ ღებულობს. ამაშია საქმე. ხო. ამაშია საქმე. ამ ადამიანს უნდა ეს ურთიერთობა რომ დააბრუნოს უკან, კი. თუმცა არ გამოსდის, მაგრამ უნდა კი. ხო, ძალიან დიდ დანაკარგებშია, ძალიან დიდ სინანულშია. ანუ ამ ადამიანმა რაც გარისკა ის არ გაუმართლა. ხო, დაკარგა ოჯახი, დაკარგა ხვავი და ბარაკა, დაკარგა მემკვიდრეობა. იქნებ რომელიმეს პარტნიორი თამაშობდა, მოთამაშე იყო, მწეველი იყო. არ ვიტყვი ხა სხვა დანარჩენებსაც, ხო? კიდევ აქ შეიძლება იყოს ქურდობა, რაღაც დამალული, მეგობრებო, თქვენი სიტუაცია მოირგეთ. კიდევ რაო? მყარზე ვენოკი ვარო იძახის. მყარზე ვენოკია, ისე მოიკითხეთ თქვა ცოცხალი. ხო. ეხლა მინდა ვკითხო. აი ესეა დღევანდელ დღეს. კი, ძალიან ცუდათაა დღევანდელ დღეს მეგობრებო. თითქოს რაღაც შესაძლებლობები დაკარგა. თითქოს რაღაც დაკარგა, კი, დიდი დანაკარგი აქვს. რა უნდა იცოდეთ ამ ადამიანის შესახებ? რა არის ისეთი? თქვენ რაც უნდა იცოდეთ. მოდი დავდებ ტაროს და ესე ამოვიღებ. ეს ადამიანი უმოძრაობაშია. ეს ადამიანი ძალიან დიდ ტკივილშია. აი ეს ადამიანი თითქოს მეგობრები შემოეცალა მას, თითქოს ცდილობს, ძალიან ბევრს ბობოქრობს, ძალიან ბევრს წვალობს იმისთვის, რომ მოიპოვოს, რაც მას უნდა. თუ რაიმე უნდა, ძალიან რთულად ეძლევა ყველაფერი ამ ადამიანს მეგობრებო. ძალიან რთულად ეძლევა ყველაფერი. ხო.
რა უნდა იცოდეთ კიდე? ფულის პრობლემები აქვს. ძალიან დიდი დანაკარგები აქვს. არ ვიცი, სად რა ენერგია ჩადო, ძალიან დიდი წინ დაუხედავი ნაბიჯი აქვს გაკეთებული, ამიტომ აღარც ენერგია აქვს, აღარც ფული აქვს, აღარც ჯანმრთელობა აქვს და მოკლედ აღარც ცხოვრება აქვს. ყველაფერი დაკარგა კიდევ. რა უნდა იცოდეთ ამ ადამიანის შესახებ? ეკონომიურად ცხოვრობს, მისი ჭირიმე თქვა. ხო. ეკონომიურად ცხოვრობს. ეკონომიურად გასცემს გამარჯვებას, სიყვარულს, მეგობრობას, ურთიერთობას, მისალმებას, ხო? ეკონომიურად ჭამს საჭმელს, ეკონომიურად ყიდულობს ყველაფერს. ანუ ხვდებით, ხო? ყველაფერში ეკონომია აქვს. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანად იქცა. ხო. აი ამაშია საქმე. ეს ადამიანი რაღაცაზე დამოკიდებულია. ეს ადამიანი ამ ადამიანმა შეცდა ცდუნება, რაღაცაზე დამოკიდებულია, კი. მე არ ვიცი რაზეა დამოკიდებული, მაგრამ ეს ბარათი მაგაზე საუბრობს. ცდუნება, დამოკიდებულება და ზედმეტად თან. ზედმეტად დამოკიდებულია რაღაცაზე. ხო, ზოგი რაზეა და ზოგი ყავაზეა, ზოგი სასმელზეა. ზოგი სიგარეტზეა, ზოგი გულავზეა, დროსტარებაზეა. ნუ რა ვიცით ახლა ვინ რაზე და ვინ რაზეა მეგობრებო. ხო. ზოგი ურთიერთობაზეა, ზოგი კექსის ჭამაზეა გადასული და ამას ვერთმობს. ხო. შენ ყავა და მე ლუდიო მერე კიდევ კექსის მერე და ასე. ხო. დაბრკოლებები აქვს ამ ადამიანს ოჯახში. კამათი და გაუგებრობა აქვს და ესეთი სირთულეები აქვს ცხოვრებისეული პრობლემები არეულობა აქვს ოჯახშიც,